ჭიათურის მანგანუმზე ადამიანებზე უпроსორად უნდა გესაუბროთ. ჭიათურის მანგანუმი მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია ცდილებზე მეტია რაც მოიპოვება, მაგრამ ამ სიმდიდრის ფასი ყველაზე მძიმედ იმ ადამიანებმა გადაიხადეს, რომლებიც უშუალოდ საბადოების თავზე ცხოვრობენ. სოფელ შუქრუთში მიწა იძირება, სახლები ზიანდება, ადამიანებს კი საკუთარ საცხოვრებელთან ერთად იმ განცდის დაცვაც უწევთ, რომ მათი სოფელი მხოლოდ ტერიტორია არ არის, რომლის დაცლაც ერთი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით შეიძლება. რატომ გადავწყვეტეთ ერთი კონკრეტული სოფლისა და მუნიციპალიტეტის პრობლემებისთვის ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვეთმო? იმიტომ, რომ შუქრუთის ამბავი მხოლოდ შუქრუთის ამბავი არ არის. ის ზუსტად აღწერს ქართული ოცნების ხელისუფლების ზოგად დამოკიდებულებას ადამიანების, ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს მიმართ. ეკონომიკური სარგებელი კონკრეტულ ჯგუფებს რჩება და ზარალს კი მოსახლეობა და ბუნება ინაწილებენ. მოქალაქეს გადაწყვეტილების მიღებისას თითქმის არავინ ეკითხება აზრს, ხოლო გარემო მხოლოდ იმ სივრცე და აღიქმება, საიდანაც რაც შეიძლება მეტი რესურსი უნდა იქნეს ამოღებული. წლების განმავლობაში შუქრუთელები ითხოვდნენ ზარალის სამართლიან შეფასებას, კომპენსაციას და უსაფრთხოების გარანტიებს. ამ მოთხოვნებს მუდმივი და ხშირად უკიდურესი პროტესტით იცავდნენ. ახლა კი მათ წინაშე უკვე მთელი სოფლის სხვა ადგილზე გადასახლების პერსპექტივა დადგა. 22 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილი მოსახლეობის უმრავლესობამ მკაფიო თქვა, რომ გადასახლება მათთვის მისაღები გამოსავალი არ არის. ამავე დროს ჭიათურის მანგანუმის საბადოების მართვა ერთ წელზე მეტია რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკის უკავშირდება, ადამიანს, რომელსაც მანამდე ტყიბულის სამთო წარმოებად ჩააბარეს. ამიტომ საკითხი მხოლოდ ერთი სოფლის ბედს აღარ ეხება, ვინ და რა პასუხისმგებლობით მართავს ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებს, ვინ იღებს სარგებელს და რატომ რჩება ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის, ეკოლოგიური საფრთხისა და იძულებითი გადასახლების პირისპირ. შუქრუთის პროტესტს კიდევ ერთი მძიმე განზომილებაც აქვს. ჭიათურის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 4 ადამიანიდან ერთ-ერთი გიორგი ნეფარიძე სწორედ შუქრუთელია და წლების განმავლობაში სოფლის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. რა ხდება დღეს შუქრუთში, რას სთავაზობენ მოსახლეობას და რატომ ამბობენ ისინი უარს გადასახლებაზე. ამ თემაზე ვისაუბრებთ პარტია ახალის პოლიტიკური საბჭოს წევრ ნოდარ ჩაჩანიძესთან და სოფელ შუქრუთის მკვიდრ გიორგი ხახიშვილთან ერთად, რომელსაც ნოდართან საუბრის პარალელურად ჩავრთავთ. ნოდარ, შესავალში პრინციპში შევახსენე საზოგადოებას ის პრობლემა, რაზეც ამ სტუდიაში არაერთხელ ყოფილა საუბარი, მაგრამ განვაახლოთ ინფორმაციაც, მეტი რამ გვაინტერესებს ამ ადამიანების მდგომარეობისა და განწყობის შესახებ, შენგან ადამიანისგან, რომელიც კარგად იცნობს იქაურობას, იქაური ხარ, გარკვეული გაგებითაც და მნიშვნელოვანია გვითხრათ რა სიახლეები და რა სიტუაცია ამ ხრივ შუქრუთში და ჭიათურაში. მოგესალმებით გიორგი და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის ამ თემით, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ვეთანხმები შესავალში, რაც აღნიშნეთ, რომ შუქრუთის თემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სოფლის თემა და ის მართლა ზედაპირზე ამოაქვს თითქოს ამ ლოკალურ პრობლემას, კონკრეტულ პრობლემას, ის როგორ ხდება სისტემის მხრიდან ადამიანების მიმართ, ოჯახების მიმართ, მოსახლეობის დამოკიდებულად რა შედეგებამდე მივყავართ. აი ამ ყველაფერს როცა წლებია მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად, უკვე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივყვები, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, ხელის გულზე ჩანს, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე რეგიონებში ის პრობლემები, რაც შესაძლოა თბილისში ცენტრში ცოტა იკარგებოდეს და გაბლარული იყოს ესე ვთქვათ. თბილისში სხვა პრობლემები აქვს და იმდენით ან რომ იკარგება გასაგები. და ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, რომ ცენტრალური ტელევიზიები ამ ყველაფერს აშუქებდნენ, ჩვენ ვიცით რა დღეში არიან რეგიონული ტელევიზიები, საერთოდ არიან ანუ რამხელა პრობლემები აქვს, რამდენი დაიხურა და ასე შემდეგ და უნებრივი ამ ხრივა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხოლმე ჭიათურელი ვარ, იქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე და შუქრუთი, სოფელი შუქრუთი, ჩემი მშობლიური სოფელი, ანუ ჩაჩანიძეები, ჩემი გვარი არის სოფელი შუქრუთიდან, თუმცა მე-20 საუკუნეში ჩემ ოჯახს მოუწია იქ ნახევრად დანგრეული სახლის დატოვება და მე ზუსტად ვიცი, ჩემი ოჯახის წევრებიდან ვიცი, რას ნიშნავდა მათთვის და უკვე ჩემთვის ის, რომ მე არ მქონდა სოფელ შუქრუთში, ზოსიმოვრის წყაროს უბანზე, ის ძალიან ლამაზი სახლი, რომელიც თავის დროზე, სადაც იზრდებოდა ბაბუა, სადაც იზრდებოდა მამა ჩემი, ბიძა ჩემი და ასე შემდეგ და მე ამ ყველაფერს ვზნობდი იქ ასვლით და იმ ხალხთან ურთიერთობით რა მაკლდა მე როგორც ადამიანს და ზუსტად ხვდები ახლა რას განიცდიან შუქრუთელები მაშინ როცა მათ უწევთ გადასახლებაზე საუბარი ხო ანუ დიდი ხანია უკვე ჩვენ მსგავსი თემა სოფლის მთლიანად ფაქტობრივად აქ ლაპარაკი არის დაახლოებით 290 ადამიანზე ხო ასობით მოქალაქე ცხოვრობს დღეს სოფელ შუქრუთში და მათ ეს პრობლემა ემუქრებათ ახლა მათ პირდაპირ საფრთხე
მიხაილ სოცკიმ, რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც ჩააბარეს საბადოები 1 წელზე მეტი უკვე განუცხადა, რომ მათ აირჩიონ ფორმა, როგორ გადასახდებიან. ანუ ცოტა არ ვიცი, ძიმე ირონია შეიძლება, მაგრამ თურმე ეს მიხაილ სოცკი და ქალაქის მერი დავობენ იმაზე, კორპუსში გადაასახლონ თუ რამე კოტეჯები აუშენონ რა. და ეს რუსი ამბობს, რომ მერი ამბობს, რომ კორპუსი ავაშენოთო და მეო უფრო კეთილი ვარო, უფრო მეტად მიყვარხართო და მინდა რომ რაღაც სახლები აგიშენოთო და ამ საოცრებამდე ვართ მისული და სოფელი ამან კიდევ ერთხელ გააერთიანა. სამწუხაროდ ბევრი პრობლემა იყო სოფელში შიგნით, ვიცით თქვენ როგორ ზიანდებოდა წლების განმავლობაში სახლები და ამ ხალხის ნაწილს აქვს ზარალის კომპენსაცია მიღებული, სოფლის ნაწილს მეორე ნაწილს არ აქვს, ცდილობენ მათ შორის დაპირისპირების გამოცდილებას და აი ამ ზარალის კომპენსაცია ეგრეთ წოდებული ასე ვეძახით ჩვენ ამ ყველაფერს, რომელსაც იღებენ ის ადამიანები, ვისაც სახლი დაინგრა, თუმცა ნახევარ სოფელს ეს კვლავ არ აქვს აღებული და ახლა ცდილობენ ქალაქის თავები, ქართული ოცნება, ეს მიხაილ სოცკი ცდილობენ იმას, რომ ეს ზარალის კომპენსაცია გაასაღონ ერთგვარ გადასახლების წინაპირობად, რაც აბსოლუტური სიგიჟეა, ტყუილია, არაკანონიერია და ზუსტად ჩვენი ჩემი მეგობრების ინიციატივით რამდენიმე პოლიტიკური გუნდის მათ შორის ვიყავით პოლიტიკოსები, რომელსაც გვინდოდა ძალიან შეხვედრა მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ და 22 აგვისტოს გაიმართა ეს შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად სოფლის ყრილობის სახე მიიღო ამ შეხვედრამ. ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, 100-მდე მოქალაქე მინიმუმ იყო ამ შეხვედრაზე და საკმაოდ აქტიური 2 საათნახევარი გაგრძელდა ეს შეხვედრა, იყო სალაპარაკო ბევრი იყო. მე როცა მიხაილ სოცკი გამოჩნდა, ხო, მე რაღაცა თავიდან თქვი ის რაც უნდა მეთქვა და თითქოს ჩემთვისაც იყო შოკი. ანუ მართლა 8-9 წლის წინ მე პირდაპირ წერდი იმ ყველაფერს, რა პროცესებიც მოხდებოდა ჭიათურაში, იმიტომ რომ მე ვიცოდი ზუსტად, მე მქონდა შეხება შიგნით მათ შორის სტრუქტურასთან, როგორ მუშაობდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ამასთან როგორ მუშაობდა კომპანია, მქონდა მეტი ინფორმაცია, ამის ანალიზს ვაკეთებდი სპეციალისტებთან ერთად და პირდაპირ აი რა ვიცი, ჩემი საჯარო გამოსხლებით, ჩემი პოსტებით ზუსტად ვეუბნეოდი, ვაფრთხილებდი ჭიათურლებს იმაზე, რა პროცესებიც მიმდინარე, რა პროცესებიც დაიწყო 2017 წლიდან ეს ახალი ეტაპი იყო ჭიათურაში, თუმცა მეც კი არ წარმომედგინა. აი ამის კითხვა მინდოდა ნოდარ მოლოდინს გადააჭარბა ამ შედეგებმა, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა მე აქ სტუდიაში უფრო მეტად შემტკივოდეს გული და მაღელვებდეს ის, რა ხდება კონკრეტულად შუქრუთში იქ მცხოვრებ ადამიანთან შედარებით, ხო? ჩვენ ყველანი განვისდით იმას, ეხა პარალელურად გადის ეს კადრები, რომელიც მთის ამბების მიერ არის გადაღებული, უამრავი სიუჟეტი მიეძღვნა ამ ვითარების აღწერას, მაგრამ ეს არის კატასტროფული სიტუაცია არის, შეიძლება ითქვას, რომ იქ საცხოვრებელი სივრცე არის განადგურებული. აი ერთი ასეთი კონკრეტული კითხვა მაქვს, რომელზე პასუხი შეიძლება აუდიტორიისთვის საინტერესო იყოს, როცა მიიღება გადაწყვეტილება რომელიმე სოფლის ტერიტორიაზე ამ ტიპის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. მას ჭირდება თუ არა თავად სოფლის მოსახლეობის ნებართვა. ამ ნებართვის ნაწილი არის თუ არა სრულფასოვნად ახსნა ყველა იმ საფრთხისა, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ პროცესს, ამის გააზრება, შეფასება და თავად სოფლის მოსახლეობის მიერაც პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება. აი პროცედურულადაც საინტერესოა ეს როგორ ხდება, რო გითხრათ, მანამ სანამ ბატონ გიორგი ხახიშვილს შევთავთ, რომელიც უკვე არ ეკავშირს. როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გაიცემა, ამას გასცემს წიაღის ეროვნული სააგენტომ უნდა გასცეს ეს ნებართვა, თუმცა ვერ გასცემს ეს სააგენტო ნებართვას ისე თუ არის დაკმაყოფილებელი რამდენიმე პუნქტი და პირველი პუნქტი, ყველაზე მთავარი პუნქტი არის ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა არსებობდეს თანხმობა. თუმცა ჩვენ ჭიათურაში ასე მსგავს მიდგომას უბრალოდ არ ხვდებით, პირდაპირ გეუბნებით, ამას მე მაქვს ხოლმე შეხება სხვა მუნიციპალიტეტებში მოპოვებით ქარხნებთან და სხვა მსგავს ინდუსტრიებთან და ხშირად შემიდარებია ხოლმე, ანუ მარტო ჭიათურაში ხდება, ასე თუ აი სხვაგან რა ხდება. პირდაპირ გეტყვით იმას, რომ არ არის ახლა განსაკუთრებულად კარგი მდგომარეობა, მაგრამ ჭიათურა არ ვიცი აბსოლუტურად განსაკუთრებით დაჩაგრეს, ანუ სამართლებრივად დაჩაგრეს ჭიათურა და მე ხშირად მიწოდებია, რომ აი კონსტიტუციის ფარგლებიდან ამოვარდნილი, სადაც კანონები, უბრალოდ კანონი, მათ შორის გარემოს დაცვითი სამართალი კონკრეტულად, უბრალოდ არ არსებობს ამ მუნიციპალიტეტში, სამწუხარო რეალობაა ეს და კი, მაშინ როცა ჭირდება პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა, ესეთი თანხმობა არ არსებობს. მეტიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა პირდაპირ პასუხისმგებლობას იხსნის ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ისინი ვერ წყვეტენ ვერც
ლიცენზიის გაცემას, მოპოვების გაცემას და ასე შემდეგ. და მეორე კითხვა რითაც დაიწყეთ, ხო, ანუ გადააჭერბა თუ არა მოლოდინმა და როგორ გადააჭერბა, ხო? ანუ ჩემთვისაც კი ადამიანის რომელიც ამ ყველაფერს წლები ადევნებს თვალს და მართლა წინასწარ წერდი ამ ყველაფერს რაც ხდებოდა ქალაქში, ანუ აბსოლუტური შოკი იყო ის, რომ ეს საშინელება რაც ჭიათურაში და მის სოფლებში წლებია ხდება, გადააბარეს რუსეთის მოქალაქეს და სოწყის ხელით აკეთებენ ახლა იმაზე ბევრად უფრო საზღიზღარ ამბებს, რაც აქამდე ხდებოდა. 2017 წელს თითქმის 10 წელია, ხო, ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო მართავს, ანუ სპეციალური მმართველები დანიშნა სასამართლოს ზით, კონკრეტულმა ორ სახელმწიფო ორგანოებმა დანიშნეს ერთი მმართველი, ვინმე ჩიქოვანი, დანიშნეს მეორე მმართველი, ვინმე კირთაძე, სპეციალური მმართველები და ახლა უკვე ერთ წელზე მეტია მენეჯერი კომპანია, ანუ მენეჯერი კომპანია დაუნიშნეს თავად ჯორჯია მანგანის. ანუ ჯორჯია მანგანის ჯერ სპეციალური მმართველი შეთავაზეს და ისინი მართავდნენ, ეხლა უკვე ეს რუსული კომპანია CMC, რომელიც მენეჯერი გახდა და რომელმაც კონკრეტულად ჩაიბარა ჭიათურის საბადოები. ანუ დიდი ხნის ოცნება იყო, რომ დაეშალათ კონგლომერატი, რაც სწორი ეკონომიკური მოდელი იყო, ეს არის ჭიათურის საბადოები, ეს არის ფეროშენადობი ქარხანა ზესტაფონში და ვარცხი ჰესი. და აბსოლუტურად დაშავეს ეს ყველაფერი და სოწყის გადააბარეს კონკრეტულად საბადოები. რაიმე ეკონომიკურ ეფექტს იღებს ქვეყანა, თუნდაც ჯერ ერთი არ არსებობს რაიმე საზომი საპირწონეთ, რომელიც ხალხის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას, მათი სახლების ნგრევას და ძირფესვიანად ამოძირკვას ამ სოფლისას გაამართლებდა, ხო, მაგრამ დაუშვათ შევეშვეთ ამ ქვეყანა ვინღებულობს თუნდაც რაღაცა ტიპის სარგებელს იმისგან, რის გამოც ამდენ ხალხს აზარალებენ და აზიანებენ. არსებობს ესეთი ტერმინი არსებობს რესურსების წყევლა, რომელიც გამოიყენა ბრიტანელი ეკონომისტი რიჩარდ აუტი, ესეთი ეკონომისტი იყო და მან გამოიყენა პირველად რესურსების წყევლა. ესეთი ტერმინი და ნუ გასაგებია ხო რასაც ნიშნავს რესურსები ბუნებრივია ხო თავისთავად სიკეთეა, კარგია, თუმცა არადემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის რეჟიმების, მსგავსი ტიპის სისტემის დროს რაც საქართველოშია, ხშირად ანუ ეს დოვლათი უბრალოდ არ ხმარდება მოქალაქეებს, არ ხმარდება საზოგადოებას და ადამიანებისთვის აი როგორც ჭიათურაში ხდება, სიმდიდრე იქცევა რეალურად წყევლას და ჭიათურა არის ამის მაგალითი ზუსტად როგორ იქცა ჩვენი სიმდიდრე ჩვენივე წყევლად სამწუხაროდ. უბრალოდ ცალსახად ამ სიღრმეებში უბრალოდ ვეღარ შევალ, თუმცა ამაზე შემიძლია რა თქმა უნდა ზუსტად ლაპარაკი, მათ შორის გათვლებით. ანუ არც სოფლის მოსახლეობას, არც ქალაქს, არც სახელმწიფოს რეალურად იმ ფულის აი რა ვიცი მცირედი ნაწილიც კი არ ხმარდება რისი მოპოვებაც, ანუ რაც ხდება ეხა ჭიათურაში, ხო? ანუ არ ხმარდება უბრალოდ და ესიც ის სულ ყველამ, ესიც ის ყველამ აბსოლუტურად ვიღაცები უბრალოდ ეგუებიან ამ ყველაფერს, ვიღაცები არ ეგუებიან. ჩვენი სახელმწიფო დღეს, პირდაპირ ვთქვათ, ხო, ჩვენი სახელმწიფო დღეს არ არის მზად რაციონალურად მოიპოვოს რესურსი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდეს ამ მიმართულებით. აი ვინც სარგებლობდა თუნდაც ამით, ხო? ანუ პირველ რიგში ვინ მაღაროელები და მათი ოჯახები, რომლებიც ხელფასს იღებენ, ხო? სოწყის გეგმა, რომელიც სახელმწიფომ მოიწონა ერთი წლის წინ, პირველი რაც გააკეთა ამ კაცმა, მოვიდა და 1500 მაღაროელი უბრალოდ გაათავისუფლა. ანუ ხვდებით, ხო, ამ ხელა კრიზისი შექმნა ეკონომიკის გაანახევრა ფაქტობრივად ერთი გაწყვეტილებით. ეხლა შუქურც მიადგა და ასახლებს, იქამდე ხალხი დაიჭირა ციხეში მასთან დაპირისპირების და პროტესტის გამო, იქამდე კიდე 1500 კაცი გაუშვა და სახელმწიფომ ამ სისტემამ გეგმა მოუწონა მიხაილ სოწყის და CMC-ს ეს გეგმა, რასაც ახლა აკეთებს, რაც ჩამოთვალე, ასეთი გეგმა მოუწოდა, ხო? ანუ ეს არ არის მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ის ადამიანები, ვინც იყვნენ 22 აგვისტოს ჩვენთან შეხვედრაზე, არ იყვნენ მხოლოდ ჩვენი კოალიციაცულების სამომრჩევლები, მაგრამ ან რომელიმე პარტიის ეს ხალხი იყვნენ, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრჯერ მოაწყვეს, რომლებიცაც ყველა არჩევნების დროს ატყუებენ და შუქურთი ზუსტად იმის მაგალითია, რომ ადამიანებმა იციან ძალიან კარგად, რომ ვინც ხაზავს მათ შორის 41-ს, კარგად იციან და ხვდებიან იმას, რომ ისინი არიან კიდევ მორიგი ტყუილის მსხვერპლი და ანუ მათთვის არაფერი ის არ კეთდება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ და ბუნებრივია მათთვის საინტერესო იყო ჩვენი პოზიცია და გამოსავალი, როგორ ხედავდით ჩვენ ამ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხვალ იქნება ეს დღეს იქნება მოთხოვნები, რა თქმა უნდა ივანიშვილის რეჟიმთანაც იქნება ის რაც უნდა იყოს ნორმალური სახელმწიფო უნდა აკეთდეს, მაგრამ უბრალოდ ეს წარმოუდგენელია მათი მხრიდან, მაგრამ მე მინდა ამით დავამთავრო, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ ხვალ, ანუ რეალურად მე როგორც ჭიათურელი, როგორც პოლიტიკოსი, რას შევთავაზებ აუცილებლად და რას ვპირდები ადამიანებს, პირდაპირაც რას ვთქვი, მათ შორის სოფელში, ხო? ჭიათურას ჭირდება, აუცილებლად ჭირდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, არ ვიცი, ჰუმანიტარული სახის პროგრამა იქნება, სპეციალური პროგრამა ჭირდება და იქ იგულისხმება
დაისხმნა პირველ რიგში ფული, ზუსტად ის ფული, რაც ბევრი ხაპეს თუ რა ვიცი როგორ რა ტერმინით მოხდება ამ ყველაფერს, რასაც უშვებიან როგორ სრუტავენ ხო ჭიათურას და ჩვენ ვიცით რომ მილიონობით ზიანი, მილიონობით ჯარიმა უბრალოდ აპატია სახელმწიფო. ანუ ეს ყველაფერი გრძელდება 416 მილიონი მარტო 3 წლის განმავლობაში აპატია გარემოზე მიყენებული ზიანი და ეს გარემო ჭიათურაშია და ამ ყველაფერს ანუ ჩვენ გვჭირდება სპეციალური პროგრამის შექმნა, რომელიც მოსახლეობის კომპენსაციებს მოხმარდება, რომელიც მაგარულების კომპენსაციებს მოხმარდება, რომელიც მოხმარდება ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას და მანგანუმის მოპოვების ახალ გეგმას. დღეს სახელმწიფო არ არის მზად იმისთვის, რომ ეს წიაღისეული მოიპოვოს ისე, რომ გამოადგეს მოქალაქეს ადგილზე სოფელში, ან ქალაქს, ან სახელმწიფოს. ამიტომ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიდგომების შესაძლებლობები და ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს მიდგომები დღეს თუ არა ხვალ ამუშავდება. ამაზე საუბარი მომავალში უფრო მეტი კონკრეტიკას მოითხოვს და საჭირო იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფოს როლის გაძლიერება იმაზე მეტად როცა გაიძლიერა, აიღო ვიღაცას მიცა და იმას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ, წარმოუდგენელია. ხო, ანუ ამ მახინჯ სისტემაში სახელმწიფოს მიცემა ამის კიდევ უფრო მეტი პრობლემების მომტანი აღმოჩნდა, მაგრამ გასაგებია რომ პარტია უნდა ფიქრობდეს გარკვეულ წინადადებებს და ამ მხრივ უფრო მეტი კონკრეტიკას მოისმენს საზოგადოება პირველ რიგში უქრუთელები.